რელიგიური ლიდერის გარდაცვალება ყოველთვის კრიტიკული ჟამია საერო ხელისუფლებისთვის. ისტორიულად, ასეთ მომენტებში ხელისუფლებები ან იყენებდნენ შანსს, რომ ერისაერთო გლოვის ირგვლივ გაეერთიანებინათ, ან რისკავდნენ აღმოჩენილიყვნენ მასების უკონტროლო ბრაზის წინაშე. ცხადია, ეს დამოკიდებული იყო ეპოქაზეც და კონკრეტულ ქვეყანასა თუ სოციუმში არსებულ სიტუაციაზეც. ახალ დროში, სადაც საერო და რელიგიური ინსტიტუტები მეტნაკლებად გამიჯნულია, ხელისუფლებების სტრატეგია ტრადიციულად შედგება ხოლმე 4 მიმართულებისგან, ან ამ 4-დან რამდენიმესგან მაინც. ისინი ცდილობენ რა ინიციატივის ხელში ჩაგდებას, გამოდიან მთავარი ჭირისუფლის როლში. ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო დაკრძალვას, აცხადებს ეროვნულ გლოვას, აწესებს დასვენების დღეებს და უშვებს დროშებს. მაგალითად, როდესაც 1948 წელს მაჰათმა განდი მოკლეს, პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარ ლალ ნერუმ უმალ მიმართა სიტყვებით: ჩვენს ცხოვრებაში სინათლე ჩაქრა და საკუთარ თავზე აიღო მგლოვიარე ხალხის წინამძღოლის როლი. მეორე მიმართულებაა გარდაცვლილი ლიდერის მემკვიდრეობის გაფილტვრა და მხოლოდ იმ ასპექტების ხაზგასმა, რომელიც ხელისუფლებისთვის მომგებიანია. მაგალითად, სახელისუფლებო მედია საშუალებები აქცენტს აკეთებენ ხოლმე ლიდერის მოწოდებებზე მშვიდობის და მორჩილებისკენ, ასევე სამშობლოსადმი სიყვარულისკენ. თუ კი რელიგიური ლიდერი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხოლმე იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ან დანიშნოს მაინც დამნაშავე, რომ თავიდან აიცილოს ბრალდებები საკუთარი მისამართით. კიდევ ერთი ნაბიჯია პოლიტიკური დათმობები. საზოგადოებაში დაძაბულობის შესამცირებლად ხელისუფლებამ რეჟიმი შესაძლოა დროებითან სიმბოლურად შეამსუბუქოს. ეს შეიძლება იყოს ამნისტია, პატიმრების გათავისუფლება, დაფინანსება, ტაძრებისთვის მიწების გამოყოფა გარდაცვლილის მემორიალების ან მისი სახელობის მუზეუმის მშენებლობა, რელიქვიების დაბრუნება, თემისთვის ადრე ჩამორთმეული ქონების ან სიწმინდეების გადაცემა. და მეოთხე ესაა მემკვიდრის არჩევის პროცესის მართვა, რადგან ხელისუფლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ ვინ დაიკავებს გათავისუფლებულ ადგილს. მთავრობამ შეიძლება პირველმა მიულოცოს ახალ ლიდერს, თუ კი ის მის მიმართ ლოიალური იქნება, რითაც საზოგადოებას გაუგზავნის სიგნალს, რომ ყველაფერს აკონტროლებს. თუ კი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ რელიგიური ჯგუფის შიგნით განხეთქილება იწყება, ხელისუფლებამ შესაძლოა მინიშნებით რომელიმე ფრთას დაუჭიროს მხარი.